მოგესალმებით. დღეს შემდეგ ასე ხშირად აღარ შეგაწყენთ ხოლმე თავს, მე მინდა კიდევ ერთხელ შევაჯამო გასული ერთი კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენები. პირველ რიგში მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ერთი რამ. ყველა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ქართული სახელმწიფო არის ძლიერი, როგორც არასდროს და ვერავითარი შანტაჟით ვერავინ ვერ შეაყრდნობს ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცეს. თქვენ იცით, რომ რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა საქართველოში მაიდნის მოწყობის მცდელობა, მათ უფრო მეტიც მოაწყოს ერთგვარი ომის იმიტაცია ჩვენი დედაქალაქის ქუჩებში, თუმცა ნახეთ, რომ ეს ომის იმიტაცია დასრულდა წარუმატებლად და ჩავარდა ნაცმაიდნის მოწყობის მორგი მცდელობა ჩვენს ქვეყანაში. გასული 4 წლის განმავლობაში, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, ჩვენს ქვეყანაში იყო მაიდნის მოწყობის 4 მცდელობა, თუმცა 4-ვე ამ მცდელობას სახელმწიფომ წარმატებით უპასუხა. მე კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო, რა თქმა უნდა, მადლობა პირველ რიგში შინაგან საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, თითოეულ პოლიციელს, სწორედ მათი დამსახურება ეს, რომ სახელმწიფომ პროპორციულად და სათანადოდ უპასუხა მაიდნის მორიგ მცდელობას. თავიდან იყო, როგორც მოგეხსენებათ, ძალის გადამეტების რამდენიმე ძალიან სამწუხარო შემთხვევა, რაზეც საზოგადოებას ჰქონდა ძალიან სწორი და ჯანსაღი რეაქცია და სწორედ ამ ჯანსაღმა რეაქციამაც მოგცა ჩვენ ასეთ ინციდენტებზე სწორად რეაგირების საშუალება და რაც თავარი ასეთ ინციდენტების ამალოდ პრევენციის საშუალება, მადლობა საზოგადოების თითოეულ წევრს მათი ჯანსაღი რეაქციისთვის. როგორც კი ჩვენ მოვშალეთ ძალადობის კერა, როგორც კი შევედით პარტიულ ოფისებში, მაშინვე შეწყდა ძალადობა დედაქალაქის ქუჩებში. როდესაც არ იყო ძალადობა, არ იყო არც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაქციაც. ჩვენ 5 დღეში გავანეიტრალეთ მიტინგების ძალადობის რესურსი. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს რესურსს, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირების რესურსი რევოლუციის მცდელობებზე არის ამოუწურავი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირების რესურსი არის სრულიად ამოუწურავი. ჩვენ მათ შორის შარშანელი წლის შემდეგ გავაძლიერეთ სერიოზულად, მათ შორის ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს რესურსები და ვერავინ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვერავითარი შანტაჟით, ვერავითარი პროვოკაციებით ვერ შეძლებს ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცის შერყებას. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ოფისებში შემალული პოლიტიკოსები ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამო. ყველამ დაინახა, რომ რეალურად ძალადობის მთავარი კერა იყო სწორედ პარტიული ოფისები, როგორც კი ჩვენ შევედით ოფისებში, როგორც კი გავანეიტრალეთ ძალადობის კერა, ძალადობის წყარო, მაშინვე დასრულდა ძალადობაც. ამ პოლიტიკოსებს და შესაბამის პარტიებს, საუბარია რადიკალურ ოპოზიციაზე, რომელიც არის არსებითად 4 პარტიის წარმომადგენელი, მათ ჰქონდათ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობა, რაც არის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უკანონო, არაკონსტიტუციური ქმედება, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება სათანადო რეაგირება. ამ ყველაფრის მთავარი გამოხატულება არის ლიბერალური ფაშიზმი. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა მოვიგეთ ლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ ჩვენს ქვეყანაში, თუმცა საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი არის საბოლოოდ დასამარცხებელი და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. თქვენ ხედავდით, რომ ამ დღეებშიც ამ იდეოლოგიის მიმდევრება, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა იკადრეს ყველაფერი უკადრებელი, ისინი შეეხდნენ ადამიანების ღირსებას, ისინი ძალადობდნენ ყველა თვალსაზრისით, როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური თვალსაზრისით ადამიანებზე, როგორც პოლიციელებზე, ასევე არაპოლიციელებზე, ხედავდით ზეწოლას ბიზნესზე, ისინი შეიჭრნენ ტელევიზიაში, მათ ჰქონდათ ომის იმიტაცია. ისინი აკეთებდნენ ამ დღეების განმავლობაში ყველაფერს, რასაც აკეთებდნენ თავის დროზე ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, თუმცა ამას აკეთებდნენ უკვე სხვა უფრო სუსტი ფორმით გამომდინარე იქიდან, რომ მათ დღეს არ აქვთ იგივე ძალაუფლება, რაც ჰქონდათ 2012 წლამდე. თქვენ ხედავთ, რომ ლიბერალური ფაშიზმი ცდილობს შეღწევას ყველგან, პოლიტიკაში, მედიაში, კულტურის სფეროში, განათლების სისტემაში, თავიდან დაიწყეს უნივერსიტეტებით და ახლა სკოლებშიც კი სცადეს შეღწევა. ლიბერალური ფაშიზმი ზუსტად ისევე ანგრევს ადამიანების ფსიქიკას,
როგორც ამას ახდენდა ბოლშევიზმი ზუსტად 1 საუკუნის წინ. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან პრინციპული ამ დაპირისპირებაში ლიბერალურ ფაშისტთან. Ყველა სამწუხარო ის არის, რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება ხდება უცხოური დაფინანსებით და თქვენ გახსოვთ, რამხელა ისტერიკა იყო ატეხილი, მაშინ როდესაც ჩვენ ვიღებდით კანონს უცხოური გავლენის გამჭრელობის თაობაზე. რატომ? იმიტომ რომ კონკრეტულ ადამიანებს სწორედ ამ იდეოლოგიის გამოყენებით და სწორედ უცხოური შავი ფულით უნდათ საქართველოში მაიდნის მოწყობა, ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლა და რა თქმა უნდა ეს ისტერიკა, რომელიც იყო ატეხილი გამჭრელობის კანონის წინააღმდეგ, ემსახურებოდა სწორედ მაიდნის ხელშეწყობას, რევოლუციური პროცესების ხელშეწყობას ჩვენს ქვეყანაში და ემსახურებოდა ლიბერალური ფაშიზმის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებას საქართველოში. თქვენ გახსოვთ კანვასის ტრენინგები, მაგალითად, მაშინ ტრენინგებს უტარებდნენ ძირითადად ხელოვნების კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ კანვასის ტრენინგების მიზანი იყო ხელოვანთა ჩართვა რევოლუციურ პროცესებში, ამას მოყვა თქვენ გახსოვთ ირონიული საპასუხო განცხადებები. თუმცა დღეს ჩვენ ხედავდით ამ ერთი კვირის განმავლობაში, რომ სწორედ კულტურის სფეროს წარმომადგენლები გამოყავდათ წინა პლანზე ამ რევოლუციის მოწყობის ცდილობის დროს. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ რობერტ ფიცოს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის 10-წუთიანი ვიდეო, სადაც ის განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს თეატრებზე, იმაზე თუ როგორ ხდება თეატრების ჩართვა ასეთ პროცესებში, სიძულვილის დათესვაში, აგრესიის დათესვაში და თქვენ ხედავდით, რომ ამ კუთხითაც განსაკუთრებულად გააქტიურეს ეს მიმართულება ჩვენს ქვეყანაში და კანვასის ტრენინგების შემადგენლობას თუ გაიხსენებთ, ძალიან კარგად იკვეთება შესაბამისი მიმართულებები. ხო, ხელოვანთა ჩართვა მაიდნის მოწყობაში იყო უცხოური დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი. ასევე NGO-ების გამოყენება ხდებოდა ამ იდეოლოგიის გავრცელებისთვის. ფრანკლინის კლუბი გახსოვთ, ხო, ახალგაზრდების სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების ჩართვა ხდებოდა ამ იდეოლოგიის გავრცელებაში და რევოლუციური პროცესების მომზადებაში. ამაშიც იყო ჩართული პირდაპირ უცხოური ფული. გახსოვთ ეგრეთ წოდებული მომავლის აკადემია, აქაც უცხოური ფული იხარჯებოდა იმისათვის, რომ სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ჩაერთოთ რევოლუციურ პროცესებში, სიძულვილის დათესვაში, აგრესიის დათესვაში ჩვენს ქვეყანაში. ასევე რაც განსაკუთრებით სამწუხაროა, პირდაპირ ყავდა ჩართული კონკრეტული საჯარო და კერძო უნივერსიტეტები, კონკრეტული საჯარო და კერძო უნივერსიტეტები იმ პროცესში, რასაც ქვია ამ იდეოლოგიის გავრცელება. ლიბერალური ფაშიზმის მთავარი იარაღია სიცრუე, განსხვავებული აზრის სრული მიუღებლობა, და მას ხედავდით ჩვენ ყოველ ჯერზე. სრული მიუღებლობა განსხვავებული აზრის და მთავარი იარაღი ასევე არის სიცრუესთან ერთად და განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან ერთად სიძულვილის დათესვა საზოგადოებაში. ჩვენ უნდა გავარღვიოთ ეს წრე, ეს შაგეტილი წრე, სხვანაირად შეუძლებელია ჩვენი ქვეყნის თანმიმდევრული და სრულფასოვანი განვითარება. მე კიდევ ერთხელ მინდა გავხსნა სივრცე საჯარო დისკუსიისთვის. თქვენ ხედავთ, რომ ყოფილი და მოქმედი პოლიტიკოსების რესურსი, რომ რაიმე ტიპის დისკუსიაში ჩაერთოს, არის სრულიად შეზღუდული, მათ თავიდან სცადეს კონკრეტულმა ყოფილმა პოლიტიკოსებმა, როგორც მოგეხსენებათ, დისკუსიაში ჩართვა, თუმცა საბოლოო ჯამში მათაც მოუწიათ უარი ამ საჯარო დისკუსიაზე. აქედან გამომდინარე, მე პირველ რიგში ახალგაზრდებს მინდა შევთავაზო, ნამდვილად გულწრფელ ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ პროტესტის განცდა, ჩაერთონ საჯარო დისკუსიაში ნებისმიერ ფორმატში მოვიდნენ, რათა მონაწილეობა მიიღონ საჯარო დისკუსიაში. ამისათვის ჩვენ ვართ ყოველთვის ღია და გახსნილი. აქაც რა თქმა უნდა, საქმეში ჩაერთვება ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც მაქსიმალურად ესწრება, რომ არავითარი საჯარო დისკუსია არ დაუშვას მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენი კარი არის აბსოლუტურად ღია ასეთი საჯარო დისკუსიისთვის. მე პირადად მზად ვარ, რომ ნებისმიერ ფორმატში დაუშვდე 10-12 ახალგაზრდას და გულწრფელად გახსნილად ვისაუბროთ ყველა თემასთან დაკავშირებით, რომელიც მათ შეიძლება აწუხებდეთ. იქნება ეს ევროინტეგრაციის პროცესი თუ ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ასევე აბსოლუტურად ღია ვარ საერთაშორისო მედიისთვის. თქვენ ხედავთ, რომ უცხოურ მედიაშიც არის მთელი ნაკადი ნიაღვარი, დეზინფორმაციის მთელი ნიაღვარი საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. მე მზად ვარ, რომ ნებისმიერ უცხოურ მედიას პირდაპირ ეთერის ფორმატში ჩავერთო და აქაც მზად ვართ აბსოლუტურად ღია დისკუსიისთვის. ქვეყანა აგრძელებს შვიდად განვითარებას. თქვენ ხედავთ, რომ
ლარის კურსი უკვე ჩამოვიდა ქვევით, იყო მცირე მოკლებადიანი რყევები, რაც წინა მაიდნის სამისელობის პირობებშიც სახეზე იყო, თუმცა მაშინაც ძალიან მალე დავასტაბილურეთ ლარის კურსი და ახლაც გრძელდება ლარის დასტაბილურება, უკვე ყოველდღიურად დადებითი დინამიკა არის სახეზე, მადლობა ეროვნულ ბანკს მათი სწორი რეაგირებისათვის, რა თქმა უნდა, ვითარების დამშვიდება დამატებით ხელს შეუწყობს იმას, რომ კურსი დასტაბილურდეს და საბოლოო ჯამში დაუბრუნდება, რა თქმა უნდა, 2-3 დღეში იმ ნიშნულს, რა ნიშნულიდანაც დაიწყო კურსის გაუფასურება რამდენიმე დღის განმავლობაში. ეკონომიკა მუშაობს, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, გრძელდება ევროინტეგრაციის პროცესიც. საქმე შანდაჟის ნაცვლად. ეს არის იცით ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, სამართლიანობა არის მთავარი იმისათვის, რომ სწორად გაგრძელდეს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირის შორის და კიდევ ერთხელ მინდა თქვა მარტივი რამ. გახსნან მოლაპარაკებები დღესვე ვაძერ ხელს. ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი ჩვენი მხრიდან. ასევე ძალიან მკაფიოდ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 4 წლის თავზე ჩვენი ვალდებულებების 90%-ზე მეტი გვექნება შესრულებული. საუბარია ასოცირების შეთანხმებიდან და DCFTA-დან გამომდინარე ვალდებულებებზე, აქედან გამომდინარე ჩვენ ვიღებთ სრულად პასუხისმგებლობას იმაზე, რომ გაკეთება ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის გასაგრძელებლად. ჩვენ ღირსებით შევინარჩუნეთ მშვიდობა. ღირსებით ამ 4 წლის განმავლობაში გავზარდეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 40 მილიარდით, პირველ ადგილზე ვართ ამ 4 წლის მონაცემებით ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბითაც და ჩვენ ღირსებით და ჯიუტი ბრძოლით მივიღეთ კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ჩვენი საქმიანობის 4 წლიანი შედეგები. სადაც აჩვენებ ღირსებას, იქ მიიღებ აუცილებლად ღირსეულ პასუხს. სადაც მოადუნებ ბრძოლას, სადაც არაჩვენებ სათანადო ღირსებას, იქ რა თქმა უნდა პასუხიც იქნება შესაბამისი. ჩვენ ასეთივე ღირსებით განვაგრძობთ ზრუნვას ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ მომავალი წლის 20 იანვრიდან მიდგომები თვისებრივად შეიცვლება, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე ევროკავშირის მხრიდან და სამართლიანი იქნება ბევრად უფრო მეტად დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მიმართ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტად აგვეხმარება ჩვენი ეროვნული მიზნების მიღწევაში. დიდი მადლობა. მოგესალმებით, მე გინარ სავიძე, ტელეკომპანია იმედი. ბატონო პრემიერო, მე მინდა გკითხოთ, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმინეთ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ უკვე საკმარისი დრო გავიდა, ემოციები ჩაცხრა და უკვე უნდა შეუდგეს ქვეყანა ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელოს ცხოვრება, როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა მოხდეს ეს და პოლიტიკური პარტიების როლი რა უნდა იყოს, მას როგორ უნდა გააგრძელონ პოლიტიკური მუშაობა. რეალურად კიდევ ერთხელ შემიძლია გამიმეორო, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. პოლიტიკური პროცესები გრძელდება, ეკონომიკური პროცესები გრძელდება, ყველაფერი დასტაბილურდა უკვე არსებითად, რა თქმა უნდა გაგრძელდება პროცესები ამ მიმართულებით. თავარი არის ის, რომ ყველამ უნდა აღიაროს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და გააცნობიეროს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ყველამ უნდა აღიაროს ჩვენი დემოკრატიული სისტემა, ყველამ უნდა აღიაროს ჩვენი დემოკრატიული არჩევნები და ხელოვნურად არავინ არ უნდა შეეცადოს ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანის. ეს არის თავარი. თუმცა აქვე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ერთი რამ, როგორი შანტაჟის ქვეშაც არ უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა, როგორი ზეწოლის ქვეშაც არ უნდა იყოს ჩვენი ზეწოლა. ჩვენ ყველა შემთხვევაში ვიზრუნებთ ჩვენი ქვეყნის წარმატებით განვითარებაზე. თქვენ გახსოვთ, რომ 4 წლის განმავლობაში იყო სერიოზული ზეწოლა, უსამართლობა ჩვენი ქვეყნის მიმართ და წინააღმდეგ, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ ბოლომდე დავიცავეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. აქაც როგორიც არ უნდა იყოს ზეწოლა, როგორიც არ უნდა იყოს ასე ვთქვათ, უსამართლობა, ჩვენ ასევე წარმატებით განვაგრძობთ ზრუნვა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაზე და რეალიზებაზე. თქვენ საუბრობდით ბულინგზე, ლიბერალურ ფაშიზმზე და ამის ფონზე ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტის განცხადება, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ბულინგი უნდა აიტანონ, გაუძლონ, ასეთი არის მისი პოზიცია, ასევე აქციებს უწოდა, რომ ეს იყო ლაღი აქციები და რაც შეეხება ბავშვების საკითხს, თქვა, რომ მისი მხრიდან მოწოდება ამ მიმართულებით არ ყოფილა. როგორ შეაფასებთ იმ გზავნილებს, რაც ზურაბიშვილისგან მოვისმინეთ? პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ აქტუალური აღარ არის ეს ქალბატონი, დღევანდელ დღეს თუ გამოვკლეთ 3 პარასკევი აქვს უკვე დარჩენილი, მას ამოიწურება ძალიან მალე უფლებამოსილების ვადა, თუმცა მაინც ვიტყვი ერთ რამეს, სალომე ზურაბიშვილიც არის კარგი მაგალითი იმისა, თუ რას უშვება
ლიბერალური ფაშიზმი ადამიანებს. ამ ადამიანს პრაქტიკულად თავიდან ბოლომდე ჩამოუშალეს ღირსება. პირდაპირ ჩართეს დეზინფორმაციულ კამპანიაში, პირდაპირ ჩართეს კამპანიაში საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და პირდაპირ ჩართეს ლიბერალურ ფაშიზმში, პირდაპირ ჩართეს მათ შორის სკოლებთან დაკავშირებულ კამპანიაში. როგორც არ უნდა უარყოს მან ამ კამპანიის ჩართულობა, პირდაპირ საჯარო სივრცეში დევს მისი პოსტი, სადაც ის აცხადებდა იმას, რომ სტუდენტები იყვნენ ჩართული ასე ვთქვათ აქციებში და ახლა იყო სკოლების ჯერი. თან ის საუბრობდა ძალადობრივ აქციებზე, რომლებიც იმართებოდა თბილისის ქუჩებში. მან პირდაპირ მოუწოდა სკოლის ბავშვებს ჩართულიყვნენ ძალადობრივ აქციებში, რაც არის უბრალოდ წარმოუდგენელი მოვლენა, თუმცა როდესაც ღირსებას აკრიან, იქ შენგან არავითარი, ასე ვთქვათ, ასეთი ნაბიჯი აღარ არის გასაკვირი. რაც დამართეს სალომე ზურაბიშვილს, მას თლიანად აყარეს ღირსება, როგორც კი მან დათმო საკუთარი დამოუკიდებლობა, როგორც კი გახდა უცხოელი აგენტი, მაშინვე ბოლომდე აყარეს ღირსება და ჩართეს სრულიად ამორალურ კამპანიებში. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია თანაუგრძნოთ მას ამ თვალსაზრისით. რაღაც მომენტში მან ხელი მოაწერა და ხელმოწერის შემდეგ უკან გზა უკვე აღარ არსებობს, როცა ხდები უცხოელი აგენტი, რა თქმა უნდა, შენ იძულებული ხარ, რომ ნებისმიერი დავალება შეასრულო თვალდახუჭულმა და ასე მოხდა სკოლების მიმართ კამპანიის შემთხვევაში. სკოლის პირდაპირ ჩართეს სრულიად ამორალურ კამპანიაში. რაც შეეხება მისი მხრიდან ამ ძალადობის რომანტიულად შეფასებას, ესეც არის იგივეს გაგრძელება. მას არ აქვს დამოუკიდებლობა, ის არის უცხოელი აგენტი, რასაც დაავალებენ, იმას ამბობს, ხო, ნებისმიერი ტყუილი შეიძლება იგადროს, რატომ? მას კი არ უხარია ასეთი რამ. უბრალოდ როცა ხარ უცხოელი აგენტი, რასაც დაგავალებენ, ის უნდა გააკეთო. გეტყვიან რომ უნდა თქვა ტყუილი, უნდა თქვა ტყუილი. გეტყვიან რომ უნდა ჩართოს სკოლის ბავშვები ძალადობაში, უნდა ჩართოს სკოლის ბავშვები ძალადობაში. ეს არის უცხოელი აგენტის ხვედრი. ეს არის მოწოდება მათ შორის ყველას მიმართ, ვინც კი შეიძლება გაიფიქროს ასეთი რამ, რომ მომავალში ხელი მოაწეროს თანამშრომლობის შესახებ, ასე ვთქვათ, შეთანხმებას და აგენტის სტატუსს შეეგუოს. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და პირველ რიგში ასეთი რამ, ვინც არ უნდა იყოს, ვისი აგენტიც არ უნდა იყოს, პირდაპირ უკარგავს ადამიანის ღირსებას, რაც ძალიან კარგად არის წარმოჩენილი სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში. ასევე მინდა გკითხოთ ფოტოებთან დაკავშირებით და სახელებთან და გვარებთან, რომელიც სოციალურ ქსელში მათ შორის გავრცელდა და საუბარი არის, რომ ეს ადამიანები აცხადებენ, რომ არიან მოძალადეები, არიან სპეცრაზმელები, კეთდება მსგავსი შინაარსის განცხადებები და აკრიტიკებენ ამ ადამიანებს საკმაოდ მწვავედ სოციალურ ქსელში. შემდეგ გავრცელდა სხვა ადამიანების განცხადებები და ამბობენ, რომ ეს ფოტოები არ შეესაბამება სიმართლეს, მათ შორის სახელები და გვარები არ არის შესაბამისი იმის, რაც წერია ამ ადამიანებთან დაკავშირებით. რა მიზანი აქვს მსგავს ქმედებებს, როგორც ესეც არის ლიბერალური ფაშიზმი და ამ ყველაფრის გაგრძელება, ამ ხაზის გაგრძელება. ასეთი სიები წარსულშიც კეთდებოდა, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ ამ სიებმა ვერავითარ მიზანს ვერ მიაღწია. საბოლოო ჯამში ყველა მიცის ყველაფერი. თუ იმეს რაიმეს უნდა ეშინოდეს და რომელიმე სია შეიძლება იყოს ვინმესთვის საფრთხის შემცველი, ეს არის რადიკალური ოპოზიციის სია და ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრების სია. აი მათ მართლა უნდა ეშინოდეთ რაღაცეების, იმიტომ რომ ჩვენ უმოქმედოდ დარჩენას არ ვაპირებთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ საბოლოოდ აღმოიფხვრას ჩვენს ქვეყანაში ლიბერალური ფაშიზმი და მას შეიძლება რა თქმა უნდა მოქმედება. ამიტომ ასეთ ადამიანებს, ვინც სწორედ ამ სიებს აკეთებს, ყველაზე მეტად უნდა ეშინოდეთ. ევროკავშირის მიმართავენ კონკრეტული ადამიანები და აცხადებენ, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები, ეს არის მათი მოწოდება და ამბობენ, რომ საქართველოს არ გადაუხვევია კურსიდან. რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ ევროკავშირმა მოусმინოს ამ ადამიანების პოზიციას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ოპოზიციიდან მათ შორის საუბრობენ ხალხის სახელით. აი, რას ნიშნავს ამ ადამიანების გზავნილი, რომ საქართველოს ისევ მიდის ევროპისკენ და რამდენად მოусმინოს ევროკავშირმა ამ ადამიანებს? ჩვენი გზავნილიც ეს არის, ხო? თქვენ გახსოვთ რა ხდებოდა მაგალითად წელიწადნახევრის განმავლობაში, როცა ჩვენ ვიბრძოდით კანდიდატის სტატუსისთვის. ჩვენ ვითხოვდით ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის მიღებას, ისინი არ გვაძლევდნენ და თან ამბობდნენ, რომ ჩვენ ვიყავით არაპროევროპული და ისინი იყვნენ პროქართულები. ანუ მერე შემდეგ გამოაცხადეს 2023 წლის დეკემბერში, რომ ქართულ ხალხს მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი.
მანამდე რატომ უთხრეს 2022 წლის ივნისში ქართულ ხალხს უარი კანდიდატის სტატუსზე, ეს დღემდე არავის აუხსნია, ხომ? არავითარი დასაბუთება, არაფერი, უბრალოდ ხელი კრეს ქართულ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს, საქართველოს ხელისუფლებას და უბრალოდ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე 2022 წლის ივნისში ქართულ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს ხელისუფლებას უთხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე. და გრძელდება იგივე ახლა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებითაც, ხო? ანუ არ გვიხსნიან მოლაპარაკებებს, აქაც ხელს კრავენ ქართულ ხალხს და უარს ეუბნებიან მოლაპარაკებების გახსნასზე. თან ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც მოლდოვას აქვს გახსნილი მოლაპარაკებები. ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა ევროპაში, მოლდოვა, სუსტი ინსტიტუტებით, პრაქტიკულად დამოუკიდებელი ტელევიზია არ დატოვეს, არის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, მეორე არხი და განსხვავებული აზრი საერთოდ არ ისმის მოლდოვაში. პოლიტიკური პარტიები აქცელეს, პოლიტიკური პლურალიზმი აღარ არსებობს რეალურად მოლდოვაში, ეკონომიკა ჩამოაქციეს და მოლდოვის მოსახლეობის, ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 45% უჭერს ხარს ევროკავშირში ინტეგრაციას. და ასეთ პირობებში და რჩება ქვეყანა DST-ს წევრად და არც სანქციები დაუწესებით და არც არაფერი, ხო? ნული კრიტიკა ასეთ ქვეყანას უხსნიან მოლაპარაკებებს და საქართველოს უარს ეუბნებიან და ქართულ ხალხს მოლაპარაკების გახსნაზე. ნუ ყველაფერი დევს ხელის ქულზე. აქედან გამომდინარე, არათუ შეგვიძლია ჩვენ ვითხოვოთ მოლაპარაკების გახსნა. მე ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ყველანაირი საფუძველი, რომ მოლაპარაკების გახსნა მოვითხოვოთ ევროკავშირისგან. მაგრამ ხედავთ, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები, კონკრეტული ბიუროკრატები, ჩინოვნიკები ცდილობენ, რომ ეს საკითხიც გამოიყენონ შანტაჟის ინსტრუმენტად. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და ამას ეფუძნებოდა ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, ხო? ჩვენ დღეს ეს რიგში აღარ ვაყენებთ ჩვენი მხრიდან 2028 წლამდე მოლაპარაკების გახსნას, იმისათვის, რომ მათ არ დაუტოვოთ შანტაჟის ინსტრუმენტი, მაგრამ აქვე ვაცხადებთ. როგორც კი გახსნიან, იქვე ხელს ვაწერთ ამ საკითხს. შანტაჟი არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩვენთვის. კეზარაშვილის მარცხი ვნახეთ სტრასბურგის სასამართლოში და ასევე დადასტურდა მათ შორის ისიც, რომ მის მიმართ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია. როცა პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ, როცა მსგავსი განცხადებები კეთდება ოპოზიციის მხრიდან, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი გადაწყვეტილებები და როგორ შეაფასებთ ამ გადაწყვეტილებას თქვენ? ნუ პრაქტიკულად არ არსებობს საქმე, რომელიც ნაცმოძრაობა მოუგო ქართულ სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლოში. მათ დაახლოებით არ ვიცით 15-ჯერ თუ 20-ჯერ მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ეს ხო მაგალითად რუსთავიორის საქმე, ეს ხო კონკრეტული პოლიტიკოსების სისხლის სამართლის დევნის საქმე და ეს შემდეგ. ამის გაგრძელება კეზარაშვილის საქმეც ყველა შემთხვევაში ნაცმოძრაობის ყველა სარჩელზე სტრასბურგმა გაამართლა სწორედ სასამართლო, ქართული სახელმწიფო და ქართული სასამართლო სისტემა. რაც ბევრ რამეზე მეტყველებს, მათ შორის თქვენ გახსოვთ, რამხელა კამპანია იყო ასე ვთქვათ, აგორებული სასამართლოს დისკრედიტაციისთვის, ხო? საბოლოო ჯამში სტრასბურგმა დაადასტურა ქართული მართლმსაჯულების ყველა გადაწყვეტილება, რაც არის იმის უთხოვარი დასტური, რომ ჩვენ გვაქვს ჯანსაღი სასამართლო სისტემა ჩვენს ქვეყანაში, ყველაფერი დანარჩენი იყო უბრალოდ პოლიტიკური სპეკულაციები, რაშიც სამწუხაროდ ასევე უცხოური ფული იყო პირდაპირ ჩართული. ყველა მიცის, რომ კეზერაშვილი არის ყაჩაღი, პირდაპირი გაგებით, მან თავისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო ბიზნესის რეკეტით, შემდეგ გადავიდა ჯარის ძარცვაზე, როდესაც დატოვა თავდაცვის მინისტრის თანამდებობა, მანამდე მას არავითარი, ასე ვთქვათ, ფინანსური რესურსები არ ჰქონდა და უცბად გახდა მილიარდიანი ბრუნვის მქონე კომპანიის ხელმძღვანელი და ახლა ის აგრძელებს ევროკავშირის ქვეყნებში პენსიონერების ძარცვას და მას აქვს თან თავისუფალი მიმოსვლა ევროკავშირის მასშტაბით. ამაზე რა თქმა უნდა საზოგადოებამ თავისი დასკვნები უნდა გამოიტანოს. რა თქმა უნდა ასეთი ფაქტები ძალიან მძიმედ აკნინებს ევროკავშირის მიმართ ნდობას, ევროპული ინსტიტუტების მიმართ ნდობას ჩვენს ქვეყანაში და გასაკვირი არ არის, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში თვითონ ევროკავშირის უეკლევის თანახმად 6%-ით არის შემცირებული ქართულ საზოგადოებაში ევროპული ინსტიტუტების მიმართ ნდობა. როცა მფარველობენ კეზერაშვილს, როცა გვესმის ასეთი უსამართლო განცხადებები, მუდმივი შანტაჟი, როცა ქართულ ხალხს არ უხსნიან მოლაპარაკებებს, მანამდე არ ანიჭებდნენ კანდიდატის სტატუსს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ დაისახება საქართველოში ევროპული ინსტიტუტების რეპუტაციას. ამიტომ ჩვენი ბრძოლა ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი. ჩვენი ბრძოლით შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქართულ საზოგადოებაში ევროპული ინსტიტუტების რეპუტაციის გაუმჯობესებაში.
მოგესალმებით, ბატონო პრემიერო მარიამ კოპალეიშვილი, ტელეკომპანია რუსთავი 2. ბატონო ირაკლი, მე მინდა გკითხოთ სალომე ზურაბიშვილის შეცვლილ პოზიციასთან დაკავშირებით. საზოგადოებას ახსოვს 2020 წელი მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა და მაშინ პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც სალომე ზურაბიშვილი საუბრობდა იმაზე, რომ როდესაც არჩევნებზე მარცხს განიცდი და არ სცემ პატივს ამომრჩევლის ნებას, ეს არის პირდაპირ უარყოფა დემოკრატიის და უარყოფა ჩატარებული არჩევნების. თუმცა გუშინ მოვისმინეთ აბსოლუტურად განსხვავებული განცხადება სალომე ზურაბიშვილის, სადაც ის ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა სიტყვის ეუთო ოდირი, უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები და როდესაც ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, ესე იგი კრიზისია და სხვა არაფერს აქვს მნიშვნელობა. ორ იდენტურ ამბავზე ორი განსხვავებული პოზიცია რისი მანიშნებელია ახლა მისი მხრიდან? ესეც იმის მანიშნებელია თუ როგორ ხელყოფენ აგენტების ღირსებას პატრონები, ხო? მას აიძულებენ ალაბარაკონ ისეთი რამ, რისი სრულიად საპირისპიროც აქვს ნალაბარაკები 4 წლით ადრე. მას აქვს ნათქვამი, რომ როდესაც ოპოზიცია უარს ამბობს მანდატებზე, ამით უარყოფს დემოკრატიის პრინციპს და საკუთარი ამორჩევლის არჩევას და ახლა თავად მოუწოდებს იმავე ოპოზიციას, რომ არ ისარგებლონ მანდატებით. აქაც იგივეა. ის არის ჩვეულებრივად უცხოელი აგენტი, რასაც ჩასახებენ, ის უნდა ამოსახოს, ხო? ანუ რასაც დაავალებენ, ის უნდა გააკეთოს. აქაც რა თქმა უნდა პირდაპირ ხელყოფენ მის ღირსებას. როცა უწევს საკუთარი პოზიციის კარდინალურად შეცვლა, ეს არის რა თქმა უნდა მისი ღირსებისთვის დამამცირებელი, თუმცა მას სხვა გზა უბრალოდ არ აქვს. რამდენიმე წლის წინ ხელი მოაწერა შეთანხმებას, გახდა უცხოელი აგენტი, რასაც ავალებენ, იმას აკეთებს. სანამ მკითხავთ ოპოზიციის გეგმებზე, აი ამ ნაწილზე თუ შეიძლება ერთს დავაზუსტებ, სხვათა შორის ოპოზიციაც თვლის, რომ არ უნდა დაელოდონ ისინი ეუთო ოდირის დასკვნას და მანამდე თავიანთი სტრატეგიით უნდა იმოქმედონ. აი ესეც რისი მანიშნებელია და შემდეგ უკვე მათ გეგმებზე ცალკე. ეუთო ოდირის ძალიან ეშინია რადიკალურ ოპოზიციას, გამომდინარე იქიდან, რომ ეუთო ოდირმა უკვე შეაფასა ეს არჩევნები როგორც კონკურენტული. და ეს კამპანია ეუთო ოდირის წინააღმდეგ დაიწყო ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე ჩატარდებოდა არჩევნები. ესეც გახსოვთ, ჯერ გახარიას გააკეთებინეს პატრონებმა განცხადება, შემდეგ უკვე გვარამიას გააკეთებინეს პატრონებმა განცხადება ეუთო ოდირის წინააღმდეგ. ჯერ საერთოდ შეფასება არ იყო დადებული ამ დროისთვის, მას შემდეგ რაც დაიდო ეუთო ოდირის შეფასება, ეს კამპანია კიდევ უფრო გაძლიერდა ეუთო ოდირის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ეუთო ოდირი ამსხრევს თავიდან ბოლომდე ოპოზიციის თქვათ გეგმებს და მათი პატრონების გეგმებს, გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია აქვს აღიარებული უკვე ეუთო ოდირს. თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი ამას ყველაფერს ვერ გაექცევიან და ეუთო ოდირთან ერთად მთავარი არის თვითონ ფაქტები, ხო? თქვენ კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ბელოს აქვს აღიარებული საკუთარი შედეგი. ხაზარაძე გამოვიდა და თქვა, რომ დაახლოებით 200.000 ხმა აქვს მიღებული, როდესაც ოფიციალურად 182.000, ანუ რეალურად ეთანხმება ცესკოს მიერ დადებულ შედეგს. გახარიას პარტიის ერთ-ერთ ლიდერს აქვს ნათქვამი, რომ ისინი უნდა გაუფრთხილდნენ საკუთარ 161.500 ამორჩეულს, ანუ აღიარებული აქვს თავად ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგი. გუშინ გამოდიოდა გვარამიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ჭყონია თვარსები, რომელიც აცხადებდა, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს მიღებული 700.000 ხმა. ისიც არ იცის, რომ რეალურად 785.000 ხმა აქვს მიღებული, მაგრამ თავი დავანებოთ ამას, ამბობს, რომ 700.000 ხმა აქვს მიღებული. ისიც აღიარებს რადიკალური ოპოზიციის შედეგს. ასევე ყველა აღიარებს იმას, რომ 2 მილიონზე მეტი ამორჩეველი იყო მისული და იყო უპრეცედენტო აქტივობა დაფიქსირებული ამ არჩევნებზე. რეალურად ყველაფერი აქვს აღიარებული. იყო ელექტრონული აპარატები. ხმას აძლევდნენ ამორჩევლები ელექტრონული აპარატების მეშვეობით და 8 საათზე ღილაკზე თითის დაჭერით იბეჭდებოდა საარჩევნო უქმები, სადაც მანიპულაცია უბრალოდ შეუძლებელია, ხო? არაფერი არ აქვს საერთოდ, რჩება გაჟონვა, ამბობენ რომ გაჟონა ბიულეტენებმა და აქაც მინდა შეგახსენოთ, რომ როგორც არ უნდა გაეჟონა ბიულეტენს, ეს ბიულეტენები იდო კონვერტებში. და ამორჩეველი ხმას აძლევდა კონვერტების მეშვეობით. და მხოლოდ იმ შემთხვევაში ერღვეოდა ხმის ფარულობა, თუ ამორჩეველი არასწორად მოქმედებდა. ეს ხო თავიდან ბოლომდე ამორჩეველის პასუხისმგებლობა, თუ ამორჩეველი თვითონ აძლევდა არასწორად ხმას, მხოლოდ ამ შემთხვევაში ერღვეოდა ხმის ფარულობა. და ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ისვედის ანგარიშის თანახმად, ისვედი აგვირდებოდა 700.000 ამორჩეველს, მათ დააფიქსირეს მხოლოდ 25 დარღვევის შემთხვევა, ხმის ფარულობის დარღვევის შემთხვევა. ეს ის შემთხვევები იყო, როდესაც ამორჩეველი თვითონ არასწორად აძლევდა
ხმას ან ბიულეტენიდან კონვერტიდან იღებდა ბიულეტენს ან სხვა ამგვარი ქმედება ხორციელდებოდა. ხელში არ აქვს არაფერი საერთოდ არაფერი არ აქვს ხელში, რჩება უბრალოდ დაუგებელი სურვილი ამ ადამიანების და მათი პატრონების, რომ რაღაცნაირად არ შეეგუონ არჩევნებში დამარცხებას. ყველას მოუწევს, რა თქმა უნდა, არჩევნებში დამარცხებასთან შეგუება. ყველაფერი არის დღესავით ნათელი და შესაბამისად არავითარი რესურსი იმისა, რომ ვიღაცა მეჩხეში დააყენოს ამ პარლამენტის და მთავრობის ლეგიტიმაცია უბრალოდ არ არსებობს. თუმცა მაინც რჩება მათი მოთხოვნა ხელახალ არჩევნებზე და ასევე დაკავებულების გათავისუფლებაზე. ერთი მნიშვნელოვანი განცხადებაც მოვისმინეთ, რომ ოპოზიცია ამბობს, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს უწყვეტი პროტესტი შევინარჩუნოთ და ასევე საერთაშორისო პარტნიორებს მივაწოდოთ ინფორმაცია. მათ შორის ამბობენ იმასაც, რომ ჩვენ ვისაუბრებთ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებითაც და ზოგადად უნდა გამოცხადდეს საყოველთაო დაუმორჩილებლებაო, რაზეც განსაკუთრებით აკეთებენ აქცენტს. მათ мотиваციაზე და მათ რესურსზე რას გვეტყვით ამჟამად? პირველ რიგში ჩვენი კონსტიტუცია ეფუძნება ორ მთავარ პრინციპს. ეს არის დემოკრატია და ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, იგივე სამართლის უზენაესობა. მთავარი ასპექტი სამართლებრივ სახელმწიფოში არის სამართლის უზენაესობა. ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან ზუსტად ამ ორ მთავარ ასპექტს ჩვენი კონსტიტუციური სისტემის, როგორც სამართლის უზენაესობას, ისე დემოკრატიას. როცა ისინი ითხოვენ კანონდამრღვევების გათავისუფლებას, ამით ისინი პირდაპირ უტევენ სამართლის უზენაესობის პრინციპს ჩვენს ქვეყანაში და როდესაც ისინი არ აღიარებენ არჩევნებს და ითხოვენ რიგარეშე არჩევნებს, ამით ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან დემოკრატიის პრინციპს. ანუ ორი მთავარი პრინციპი გვაქვს სულ საქართველოს კონსტიტუციაში და ორივეს პირდაპირ უპირისპირდებიან. იგივეს აკეთებდნენ ისინი 2012 წლამდეც. ანუ ეს იყო მთავარი ხელწერა, რა თქმა უნდა, მათ არავითარი რესურსი არ აქვთ ამისათვის პირიქით. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მონდომებული, რომ ბოლომდე მივიყვანოთ რადიკალური ოპოზიციის სრულად განეიტრალების საქმე. კოაბიტაციის არავითარი ნიშანწყალი არ უნდა დარჩეს ამ ქვეყანაში უახლოეს მომავალში. და ლიბერალური ფაშიზმის არავითარი ნიშანწყალი არ უნდა დარჩეს უახლოეს მომავალში ჩვენს ქვეყანაში. არათუ მათ რაიმე მოთხოვნას გავეკიდებით. პირიქით ჩვენი мотиваციაა, რომ არც კოაბიტაციის და არც ლიბერალური ფაშიზმის არავითარი ნიშანწყალი არ დარჩეს ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ გაგრძელდეს საქართველოს შეუფერხებელი და სტაბილური განვითარება. და მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა სასამართლოს ხდომიდან ოპოზიციას, ბოლომდე იბრძოლეთ, მიმართავს ის ოპოზიციის წარმომადგენლებს და მობილიზებაზე ჩემი რჩევა წესით არც უნდა გჭირდებოდეთ. ასეთი სარდალი როგორც რადიკალურ ოპოზიციას ამიტომ არიან წარმატებული. ბატონ პრემიერო, ბოლო კითხვას დაგისვათ, ასევე დაკავებებთან დაკავშირებით ბოლო ორი დღის მანძილზე ვადევნებთ ჩვენ ამ ფაქტს თვალს, მათ შორის არიან პოლიტიკოსებიც, მაგალითად გვარამია და ელისაშვილი. თუმცა მაინც რჩება კითხვები მათი მხრიდან და ამბობენ, რომ ეს პროცესი არის მთლიანად პოლიტიკურად მოტივირებული. რას უპასუხებთ თქვენ? თქვენ ხედავდით პირველ რიგში იმას, რომ იყო დაახლოებით 500 კაციანი ძალადობრივი დაჯგუფება, რომელიც უხერხად და სისტემურად ძალადობდა პოლიციელების წინააღმდეგ და აზიანებდა მათ შორის სახელმწიფო და მუნიციპალურ ქონებას. რა თქმა უნდა, ასეთი კანონდარღვევები ვერ დარჩება დაუშველი. სადაც არის სისხლისამართლის დანაშაული, იქ იქნება სისხლისამართლის პასუხისმგებლობა, სადაც არის ადმინისტრაციული გადასტომები, იქ იქნება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ასევე ხედავდით, რომ კონკრეტული პარტიული ოფისები გამოიყენებოდა ამ ძალადობის ორგანიზებისათვის, აქაც რა თქმა უნდა, საჭირო იქნება გამოძიება და დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობა. ჩვენ კიდევ ერთხელ ყველას დავანახეთ ის, რომ ამ ქვეყანაში მუშაობს კანონის უზენაესობა, ამ ქვეყანაში მუშაობს სამართლის უზენაესობა და რა თქმა უნდა, ამის გარეშე სახელმწიფო უბრალოდ არ არსებობს, რა თქმა უნდა, არავითარი კომპრომისი ამ თვალსაზრისით არ იქნება. სამართლის უზენაესობას და კანონის უზენაესობას გაუფრთხილდებით ბოლომდე. მოგესალმებით, სალომე ქოქიაშვილი, პირველი არხი. დავიწყეთ მიმდინარე პროცესებით, ბატონო რეკლი. ნახეთ გასულ დღეების განმავლობაში თქვენც ისაუბრეთ ამაზე, რომ ჭხრეკები მიმდინარეობდა, რომ ოპოზიციური კომპონენტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმ პროცესებში, რაც ჩვენ ბოლო დღეებში ქუჩაში ვიხილეთ. გაგრძელდება კიდევ ერთხელ რას ნიშნავს ეს და გაგრძელდება თუ არა მაგალითად ეს ჭხრეკები სხვა ოფისებში, იმისათვის რომ თქვენ ბოლომდე ესკალაციის საფრთხეები იყოს მოხსნილი. აუცილებლად ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ გამოვლინდეს უკვე ჩადენილი დანაშაულები და კანონდარღვევები და მომავალში ასევე ვიზრუნოთ შესაბამისი სამართალდარღვევების და კანონდარღვევების
პრევენციისათვის ყველა ზომა იქნება ამისათვის მიღებული. ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ ეს ადამიანები, რომ ვიმოქმედებდით კანონის მთელი სიმკაცრით. და მე მგონი მაინც სერიოზულად ვერ აღვიქვეს ჩვენი ეს განაცხადი, მათ შორის წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე. ჩვენი მიდგომა იყო შედარებით უფრო ლოიალური, მაგალითად შარშა გახსოვთ ლამის ნახევართბილისის გადაწვისთან მხოლოდ ერთი კაცი იყო დაჭერილი და ისიც მალე შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა. წელს გაზაფხულზე ასევე ძალიან მძიმე ძალადობას ჰქონდა ადგილი, სისტემურ უხეშ ძალადობას და მხოლოდ 6 კაცი იყო დაჭერილი ამისათვის და იქიდან ერთ შეიფარდა საშელი და ისიც შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა. როგორც ჩანს, მან შეაგულიანა კონკრეტული ადამიანები, რა თქმა უნდა, ასე არ შეიძლება გაგრძელება. კანონის მთელი სიმკაცრით ყველა კანონდარღვევას გაეცემა პასუხი. და ეს არის ამ ყველაფრის გამოვლენა. ამას აქვს მათ შორის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პრევენციული მიზანი. იმისათვის, რომ არასდროს აღარავინ გაიფიქროს ამ ქვეყანაში მაიდნის მოწყობა, ბუნებრივია ჩვენ მივიღეთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას. კიდევ ერთი ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე ჩემმა კოლეგამ დაგისვათ შეკითხვა მიხეილ სააკაშვილის გზავნილზე და ამავდროულად ისინი საუბრობენ თქვათ საყოველთაო გაფიცვებზე და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობთ, რა გეგმები აქვთ და რამდენად აქვს ამ გეგმებს წარმატების პერსპექტივა? ეს არის ერთგვარი სასოწარკვეთილების გამოხატულება, ნახეს რომ ძალადობა მარგაჭრა და ახლა არიან გადასული ასეთ რაღაცა თავის დამშვიდების ფორმებზე, რა თქმა უნდა, ამას ვერავითარი წარმატების რესურსი ვერ იქნება. ხო, თეატრების გაფიცვა არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ. მეგონი სოფლიოში ასეთი რამ არ მოხდარა, ხო, არავითარი ეფექტი არ შეიძლება გქონდეს როგორც ასეთი თეატრის გაფიცვას. არ ვიცი, ეს არის რაღაცა უსუსური მცდელობა, რომ იმედი არ დაკარგონ, თუმცა რეალურად ყველაფერი არის დასრულებული, როგორც ხედავთ, ნაცმაიდანი საქართველოში არ შედგა და ვერც ვერანაირად ვერ შედგება. ისინი არიან რატომ, ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ მცდელობების რეჟიმში. ამდენი წლის განმავლობაში იდებოდა რესურსი, მათ შორის ფინანსური რესურსი საქართველოში მაიდნის მოწყობაში. ხო, ამდენი ტრენინგი ჩატარდა, შევიდნენ ყველგან ამ ლიბერალური ფაშიზმით, ხო, კიდევ ერთხელ კულტურის სფეროში, განათლების სფეროში, ყველგან შევიდნენ. პრაქტიკულად სფერო არ დატოვეს, სადაც არ ცადეს შეღწევა და ხშირ შემთხვევაში წარმატებით და ახლა ხედავენ, რომ ყველაფერი ჩამოეშალათ თავზე, ხო? შესაბამისად, ცდილობენ რომ რაღაცნაირად თავი დაემშვიდონ, თუმცა ყველას კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, რომ საქართველოში ნაცმაიდანი საბოლოოდ ჩავარდა. ეს იყო მეოთხე და ბოლო მცდელობა, რომ საქართველოში ვიღაცას ეცადა რევოლუციის მოწყობა და კონსტიტუციური წყობილების ძალადობის შესრულება. პრემიერი გადადგეს და უნდა დავნიშნო ახალი არჩევნები, ასეთი იყო სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთი გზავნილი, რომელმაც თქვა, რომ ეუთო ოდირი დამთავრებულია. პრინციპში თუ გადავავლებთ თვალს არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ ზოგადად საარჩევნო პრაქტიკას, ეუთო ოდირის დასკვნა ყოველთვის იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ეფუძნებოდა ხოლმე შემდგომი რეაგირებები. როგორ ფიქრობთ, ახლა რატომ ამბობს სალომე ზურაბიშვილი, რომ ეუთო ოდირი დამთავრებულია და რატომ ნაკლებად აინტერესებთ ან არ აინტერესებთ მთავარი სადამკვირვებლო მისიის შეფასებები და დასკვნა? რეალურად ყველა მიცის, რომ ეუთო ოდირი არის მთავარი სადამკვირვებლო მისია, როგორც თქვენც აღნიშნეთ. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები არიან იმედგაცრუებული ეუთო ოდირის დასკვნით, რომელმაც მარტივად უბრალოდ შეაფასა რეალობა, ხო? კიდევ ერთხელ გაიმიეროთ, ყველა ფაქტი ადასტურებს იმას, რომ არჩევნები ჩატარდა სუფთად და ამის ასახვა არის რეალურად საბოლოო ჯამში ეუთო ოდირის ანგარიში. როდესაც უბრალოდ შენ დავალებული გაქვს, არ შეეგო რადიკალური ოპოზიციის მარცხს, რა თქმა უნდა, თავს უნდა დაესხა შემთხვევაში ეუთო ოდირსაც და ეს არის მორიგი დავალება, რასაც ეს ადამიანი იღებს, ხო? თუმცა კიდევ ერთხელ გაიმიერებ, სალომე ზურაბიშვილი აღარ არის აქტუალური, ზუსტად სამ კვირაში ის დაემშვიდობება ქართულ საზოგადოებას როგორც ყოფილი პრეზიდენტი. და ჩემი ბოლო შეკითხვა გამომდინარეობს თქვენი შესავალი სიტყვიდან, თქვენი საუბრად, რომ უნდა დამთავრდეს ლიბერალური ფაშიზმი ქვეყანაში. როგორ წარმოგიდგენიათ ამის დასრულება, მაშინ როდესაც მაგალითად სოციალურ კამპანიებში საკმაოდ მწვავე არის ბულინგი, კრიტიკა და ქუჩებში ამას ვაწყდებით, მაგალითად იგივე ხომ არ ფიქრობთ, რომ ცილის წამებისთვის ან ცრუბრალდებებისთვის შესაძლებელი არის მაგალითად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრება? ამას გარკვეული დრო დაჭირდება, თუმცა თანმიმდევრულად ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი სრულად აღმოიფხვრას. თქვენ იცით, რომ ასეთ რადიკალურ და ექსტრემისტულ იდეოლოგიებს
აქვს სიცოცხლის უნარიანობის საკმაოდ დიდი რესურსი, ხო? თუ ბოლომდე სიმსივნესავით არის ჩვეულებრივად, თუ ბოლომდე არ ამოიძირგება, მაშინ თავს გაიცოცხლებს. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სრულად გავანულოთ ლიბერალური ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში. ამისთვის გამოიყენება ყველა ინსტრუმენტი კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ყველა სფეროდან უნდა აღმოიფხრას ლიბერალური ფაშიზმი, რაც უბრალოდ ანგრევს ადამიანების ფსიქიკას. მე კიდევ ერთხელ მინდა მოუწოდო განსაკუთრებით ახალგაზრდების მშობლებს, რომ საკუთარი შვილები მოარიდონ ლიბერალური ფაშიზმის ყველა კერას. რომლებია ეს კერები საკმაოდ ადვილად იდენტიფიცირებადია, ყველას მოუწოდებ, რომ საკუთარი შვილები განსაკუთრებით მოარიდონ ლიბერალური ფაშიზმის კერებს. მოგესალმებით, ტელეკომპანია პოსტევი, ნუცა კოროშინაძე, ბატონო ირაკლი, ალიბაბაევის თემის ფაქტთან დაკავშირებით მინდა კითხოთ, დაშავებულმა თავად გაიხსენა მომხდარი ინციდენტი, განაცხადა, რომ მას ალეკოლისას შვილი ქუჩაში ჯერ აგინებდა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა, რომ შეაფასოთ აღნიშნული ფაქტი. თქვენ ნახეთ ალბათ ვიდეო კადრებიც არსებობს ამასთან დაკავშირებით, პირდაპირ არის ასახული ვიდეო კადრებზე ეს ინციდენტი. გარდა ამისა თქვენ იცით, რომ ეს არის ერთგვარი რეციდივი ალეკო ელისაშვილის მხრიდან. ის არის ყველაფრის კადრებელი. არ ვიცი, დანარჩენ შეფასებაში არ მინდა შევიდე, რაც შეეხება თვითონ გამოძიებას, ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე. მე მხოლოდ პოლიტიკურად შემიძლია შევაფასო მისი ქმედება, როგორც მორიგი ამორალური ქმედება. მოგესალმებით, ალეკო გუგაძე, ევრონიუს ჯორჯია. ბატონო ირაკლი, თქვენ ნაწილობრივ უპასუხეთ ჩემი კოლეგის კითხვას. როდესაც საუბრობთ ეგრეთ წოდებული ლიბერალური ფაშიზმის დასრულებაზე და კოაბიტაციის დასრულებაზე, ფაქტობრივად საუბრობთ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე. მაინც თუ შეგიძლიათ მეტი კონკრეტიკით გითხრათ, რა მეთოდებს მიმართავთ, იმიტომ რომ შესაძლოა ამან კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინოს დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით, ხო, ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. როგორ აპირებთ ამ ყველაფრის გაკეთებას ისე, რომ არ დაზიანდეს დემოკრატია და ხომარ შეექმნება საფრთხე თავისუფალ კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმას ქვეყანაში. მადლობთ. პირველ რიგში ჩვენ რა თქმა უნდა ყველა ნაბიჯს გადავდგავთ კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში, რაც არაერთის გაუსვი ხაზი, მათ შორის როცა საუბარია პოლიტიკური სუბიექტების მიმართ განსახორციელებულ ქმედებებზე, ეს ნაბიჯებიც გადაიქმნება კონსტიტუციიდან და კანონიდან გამომდინარე, ზოგადად ყველა ინსტრუმენტი იქნება შესაბამისობაში კონსტიტუციასთან და კანონმდებლობასთან, მაგრამ უნდა დამეთანხმოთ, რომ პრობლემა არის აშკარად სახეზე, პრობლემა არის საზოგადოებაში, ეს პრობლემა არის ხელოვნურად თავსმოხვეული, ის სიძულვილი, რომელიც ხელოვნურად ითესება ქართულ საზოგადოებაში, არის აბსოლუტურად უცხო ქართული კულტურისთვის. ეს არ არის ქართული კულტურისთვის ორგანული მოვლენა, ეს ლიბერალური ფაშიზმი, ამასშტაბის სიძულვილი, რაც ხელოვნურად ითესება ჩვენს საზოგადოებაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საცეცებივით შედის სხვადასხვა სფეროში ეს იდეოლოგია, ხო? კიდევ ერთხელ გამიმერებ, იქნება ეს კულტურა, განათლება, მედია, პოლიტიკა, ყველა სფეროში ცდილობს შეღწევას და ყველგან ცდილობენ სიძულვილის დათესვას, რაც უბრალოდ არ შეიძლება ასე დარჩეს. მაგრამ ყველა ზომა იქნება გამოყენებული, რა თქმა უნდა, კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში. მოგესალმებით, მაია რაბიძე, ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯია. მე მაინტერესებს თქვენი პასუხი პოლიტიკური მღელვარება ქვეყანაში ყოველთვის იწვევს ინვესტორების მხრიდან გარკვეულ კითხვებს და უფრო სკრუპულოზულად აკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე ეს პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მოვლენებს. რამდენად აქტიურია საქართველოს მთავრობის კომუნიკაცია უკვე არსებულ თუ პოტენციურ ინვესტორებთან და ასევე ეს კითხვა მიჩნდება იმიდან გამომდინარე, რომ მომავალ წელს ქვეყანამ უნდა დაიწყოს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, როგორც არის მაგალითად ანაკლიის ხმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და ასევე საინტერესოა, ხომ არ არის რისკი მსხვილი პროექტებთან დაკავშირებით განმეორდეს იგივე кейსი, როგორც იყო მაგალითად ნამახვარის ჩაშლა, როდესაც ინვესტორზე მოხდა ასე ვთქვათ გარკვეული ზეწოლა და გავიდა ქვეყნიდან და ზოგადად ინვესტიციები ხომ გარკვეულ კურსთანაც არის დაკავშირებული და კურსთან მიმართებაშიც ვიკითხავ, მაგრამ ბოლო 6 დღის განმავლობაში კურსი 12-15 თეთრით არის გამყარებული ქვეყანაში. რამდენად არის მოლოდინი, რომ გაგრძელდება ისევ ეს გამყარების ტენდენცია? მადლობა. რადიკალური ოპოზიციის და ანტიპატრონების ერთ-ერთი მიზანი ესეც იყო, ხო, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შეფერხება, მათ ძალიან აღიზიანებთ ის, რომ ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, თუმცა აქაც მათ იმედი უნდა გაუცრო, რა თქმა უნდა გაგრძელდება ყველა ეკონომიკური პროექტის განხორციელება, რა თქმა უნდა შემოვა ინვესტიციები, ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური
გეგმა ინვესტიციების მოზიდვის კუთხით შემდეგი 4 წლის განმავლობაში მინდა რომ 9 მილიარდი დოლარის ინვესტიციები მოვიზიდოთ მინიმუმ ჩვენს ქვეყანაში და ბუნებრივი ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება კონსულტაციები პოტენციური ინვესტორებთან. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მენეჯმენტი ეკონომიკის სამინისტროში, პირველ რიგში ყავს ძალიან ეფექტური მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ყოველდღიურ რეჟიმში სამინისტრო აგრძელებს და მთლიანი მთავრობა აგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ ახალი ინვესტიციები მოვიზიდოთ ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება რყევებს, ეს იყო აბსოლუტურად მოკლევადიანი, ისე როგორც წინა შემთხვევებში, რამდენიმე დღიანი რყევა იყო. რა თქმა უნდა, ეს აისახა ლარის კურსს, თუმცა ლარის კურსიც რამდენიმე დღეში უკვე ძალიან სწრაფად დასტაბილურდა და დარჩება ბუნებრივია სტაბილური. ეს იყო 5 დღიანი რაღაცა მცირე ტურბულენტობა, რაც ბუნებრივია ეკონომიკურ პროცესებსაც აისახა და ბუნებრივია ლარის კურსსაც აისახა, თუმცა ისევე სწრაფად დაუბრუნდა ყველაფერი პირვანდელ ნიშნულს, როგორც თავიდან, ასე ვთქვათ, შეიცვალა მდგომარეობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ბუნებრივია მომავალშიც იმისათვის, რომ გააგრძელდეს სტაბილურად ეკონომიკური განვითარების პროცესები, მათ შორის შეუფერხებლად გაგრძელდეს მასშტაბური პროექტების განხორციელება. ხო, თქვენ ახსენეთ ანაკლიის პროექტი, ინფრასტრუქტურული პროექტები გვაქვს ძალიან ბევრი დაგეგმილი. ჩვენი პროგრამა ყველა მიმართულებით იქნება სრულად აღსრულებული. გამარჯობა, მარიამ ხვედელიძე, ინტერპრეს ნიუსი. ბოლო 1 კვირის განმავლობაში აქციებზე დაკავებულთა რაოდენობა უკვე გადააჭარბა 300 და მათი უმრავლესობა ამბობს, რომ ადგილი ჰქონდა სამართალდამცველების მხრიდან მათზე განხორციელებულ ძალადობას. პარალელურად ხედავთ, რომ დაკავებულები არიან აქციის მონაწილეები, მაგრამ არც ერთი სამართალდამცველი. რატომ არ არიან ისინი დაკავებული, ან თუ არის გამოძიება დაწყებული, თქვენ ვეისაუბრეთ თქვენს განცხადებაში, რომ გადაცემას ჰქონდა ადგილი და აი ამაზე მაინტერესებს თქვენი პასუხი. კი, რა თქმა უნდა, გამოძიება დაწყებულია, მათ შორის მძიმე ინციდენტებზე, რაზეც ჰქონდა ჩვენ საუბარი. რაც შეეხება მომიტინგეების ხარეს დაკავებულთა რაოდენობას, თქვენ ხედავდით თლიანობაში, რამდენი ადამიანი იყო ჩართული ამ სისტემურ უხეშ ძალადობაში, ეს იყო დაახლოებით 500 კაცი, რომელიც ყოველდღურად ერთვებოდა ასეთ აქტივობებში, შესაბამისად 300 კაცის დაკავება არის აბსოლუტურად ლოგიკური. ხო, იყო პირდაპირი თავდასხმა კონსტიტუციურ წყობილებაზე და მასში ძალადობრივი დაჯგუფებები იყვნენ პირდაპირ ჩართული, ესენი იყვნენ ძირითადად პარტიული აქტივისტები. შესაბამისად 300 კაცი არის აბსოლუტურად ლოგიკური მაჩვენებელი. კი, იქაც გამოძიება დაწყებულია მაგ შემთხვევაშიც. Good afternoon. We are working for German television, and if possible, I would appreciate a German answer in German, since you are fluent. Herr Premierminister, Sie haben vom liberalen Faschismus gesprochen. Liberaler Faschismus, was bedeutet das für Sie konkret und wer steckt dahinter? Es gibt eine ausländische Finanzierung, die mit einbezogen ist, und das ist ein großes Problem für Georgien. Es gibt bestimmte Kräfte, die mit dieser Ideologie in Georgien beschäftigt sind. Und das ist ein großes Problem und wir müssen was damit tun. Welche Kräfte meinen Sie konkret? Ich würde so spezifisch nicht sein. Und können Sie noch Beispiele nennen, was liberaler Faschismus ist? Man kann das ganz einfach in der georgischen Gesellschaft beobachten. Also so viel Aggression gab es in der georgischen Gesellschaft nie. Das alles wird mit der ausländischen Finanzierung in Georgien ganz künstlich produziert. Weiter möchte ich nicht genau sagen, was ich darunter meine. Madloba. Danke.